მოლაპარაკებები თეთრ სახლში და დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარი ვლადიმერ პუტინთან. რა ტიპის დათმობები იქნება საჭირო უკრაინაში ომის დასასრულებლად და რა შედეგებით დასრულდა ვაშინგტონში უკრაინის, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა. ტრამპი უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს პირდება და აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება, თუმცა არც უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტული დეტალები და არც სამხრივი შეხვედრის სავარაუდო თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ზელენსკი კი აცხადებს, რომ ტერიტორიების საკითხს მხოლოდ პუტინთან განიხილავს. ამერიკა ომის დასასრულებლად ორივე მხარეს დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებს. ის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ევროპული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინაციით. ყველა ძალიან ბედნიერია რუსეთ-უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით. შეხვედრების დასასრულს დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე შეხვედრის მოწყობა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ადგილზე, რომელიც განისაზღვრება. ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება სამხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი პრეზიდენტი და მე. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, მთავარი საკითხი როგორც ომის დასრულების საწყისი წერტილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიწყებთ იმით, რაც უნდა იყოს საბოლოო მიზანი, კერძოდ დაცვა და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ის იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაეხმარებიან კოორდინაციას გაუწევენ და ასევე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში. მე მჯერა, რომ ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. ამერიკის პრეზიდენტი დაუკავშირდა რუსულ მხარეს და მათ განიხილეს თუ რა დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი. რუსეთმა შესთავაზა ჯერ ორმხრივი შეხვედრა უკრაინასა და რუსეთს შორის, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრა. როგორც ვთქვი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის ლიდერების დონეზე, რადგან მხოლოდ ლიდერების დონეზე შეგვიძლია გადავჭრათ ყველა ეს რთული და მტკივნეული საკითხი. ამერიკის პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ საკითხი, რომ ყველა მხარემ უნდა გამოხატოს ომის დასრულების სურვილი. ომის დასრულების სურვილი კი ლიდერების დონეზე დიპლომატიური შეხვედრა. თუ ერთი ან მეორე მხარე არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, მაშინ ჩვენ ვთხოვთ შეერთებულ შტატებს იმოქმედოს შესაბამისად. პროცესი უარყოფილი იქნება, ჩვენ ყველანი ასევე ვთანხმდებით, რომ სანქციები უნდა გაძლიერდეს და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს პოზიცია, რომელიც უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს რუსულ მხარეზე, მათ მოლაპარაკების არენაზე დასაბრუნებლად. შეხვედრაზე განიხილებოდა იმის შესაძლებლობა, რომ შედეგი არ იქნეს მიღწეული, რომ რუსეთს არ სურდეს გულწრფელად ამ პროცესში მონაწილეობა. ამ მომენტში ტრამპმა მიანიშნა მისი მზადყოფნა დააწესოს, რასაც ის პირველად და მეორად ტარიფებს უწოდებს. თუმცა ჩვენ ამას სანქციებს ვეძახით. სანამ პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია ომის მოგება, ის ამას გააკეთებს. მისი საბოლოო მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის აღება, უკრაინის დასუსტება და ისეთი უკრაინის არსებობა, რომელიც დამოუკიდებლად არ არის სიცოცხლისუნარიანი ან რუსეთის შემადგენლობაშია. შეხვედრა კარგი და კონსტრუქციული იყო და იქ დამსწრე ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ერთიანობის ნამდვილი განცდა იყო. ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ. მიღწეული იყო შეთანხმება, რომ სურველთა კოალიციის ქვეყნები, ეს უკვე 30 ქვეყანაა, რომლებიც ერთად მუშაობენ უსაფრთხოების გარანტიებზე. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იმუშავებს ამ გარანტიებზე კოორდინირებით. ჩვენ უკვე დავავალეთ ჩვენს გუნდს, რომ ამ მიმართულებით დეტალური შემდგომი მუშაობა გასწიონ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპის და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისთვის. მეორე შედეგი იყო შეთანხმება, რომ ახლა შეხვედრა იქნება პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ეს იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ეს არის იმ პრინციპის აღიარება, რომ ამ საკითხებიდან ზოგზე იქნება ეს ტერიტორია თუ ტყვეების გაცვლა, ან ბავშვების დაბრუნების ძალიან სერიოზული საკითხი. ეს ისეთი რაღაცაა, სადაც უკრაინა უნდა იყოს მაგიდასთან. და ეს ორი შედეგია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრიდან, პოზიტიური შედეგები. ერთიანობის ნამდვილი განცდა იყო. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ წინსვლას. ჭეშმარიტი მოლაპარაკებები შესაძლებელია გაიმართოს მხოლოდ იმ სამიტზე, სადაც უკრაინაც მონაწილეობს. ასეთი სამიტის გამართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარაღი დადუნდება. მე ეს მოთხოვნა დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორე. ასეთი სამიტი გულდასმით უნდა იყოს მომზადებული. ჩვენ არ ვიცით, ექნება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს სითამამე დაესწროს ასეთ სამიტს. ამიტომ საჭიროა დარწმუნება. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ ის უკრაინას მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს. ვინ და რა დონეზე მიიღებს მონაწილეობას ამ გარანტიებს
გარანტიებში, რა თქმა უნდა, განხილული იქნება ევროპელ პარტნიორებს და ამერიკის მთავრობას შორის. ნათელია, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს მთელმა ევროპამ. საქმე მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას კი არა, ევროპის პოლიტიკურ წესრიგს ეხება. მესამე ასპექტი, რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო და რომელიც ასევე არ განხილულა, არის ის, რომ უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიული დათმობები. რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დონბასის თავისუფალ ნაწილზე უარი თქვას, პერსპექტივაში რომ განვიხილოთ, ექვივალენტურია იმისა, რომ ამერიკას ფლორიდაზე უარის თქმა მოუწიოს. სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ თავად უნდა მიიღოს მოლაპარაკებების მსვლელობისას. ფიქრობ ყველას ესმის, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ის, რომ უკრაინა მომავალში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. არსებითად მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ამ ომის დასრულებისას ისინი იქნებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ აღარასოდეს განმეორდეს ინტერვენცია. ფიქრობ ასევე მართალია და არ ვიცი რატომ არის ეს ბევრისთვის ასეთი რთული გასაგები, რომ ომის ან ნებისმიერი კონფლიქტის დასასრულებლად ნებისმიერი მოლაპარაკებები საჭიროებს ორივე მხარის მიერ, არა მხოლოდ მიღებას, არამედ გაცემასაც. კერძოდ ერთი მხარე აქ არ მიიღებს 100%-ს. თითოეული მხარე უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე. ცხადია, რომ მიწა ან სადგავა ხაზები, სად გაჩერდება ომი, იქნება ამ მოლაპარაკებების ნაწილი. ეს არ არის მარტივი და შესაძლოა ეს არ არის სამართლიანი, თუმცა ეს არის ის, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად. ეს არის ჭეშმარიტება ყველა ომში. ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ომები ასე არ სრულდება, არის, როდესაც რომელიმე მხარე უპირობო კაპიტულაციას აცხადებს და ჩვენ ამას კონფლიქტში არ ვიხილავთ. საბოლოოდ, თუ როგორი იქნება ეს ხაზები, პუტინისა და ზელენსკის გადასაწყვეტია. საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გამოთქვეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით კერძოდ განიხილებოდა იდეა, რომ საჭიროა შესწავლილი იქნას უკრაინის და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლების დონის გაზრდის შესაძლებლობა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე. რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლის თავთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაეროს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა. დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. რომელზეც გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე აცნობს უშუალოდ საბჭოს წევრებს რეგიონებში არსებულ ვითარებას, ასევე კეთდება განცხადებები. ეს დახურული ხასიათის ხდომა, თუმცა ხდომის შემდგომ რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა გააკეთეს ასევე საჯარო განცხადებაც, რომლის პარაგრაფშიც სათქმელი მხარი დაუჭერეს უთგიცე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს, აღინიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ასევე 2008 წელს მიღწეული 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. გმობთ გაეროს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ ერთხელ გმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ მუდმივ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი რეგიონის მილიტარიზაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთხელ დასტურდება რუსეთის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე. ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანა თავისი ძალების საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიც არის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეუფერხებელი დაშვება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალების საქართველოს ტერიტორიიდან. უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს საქართველოს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. საერთაშორისო სამართლის მათ შორის გაეროს
გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის შესაბამისად. მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის გრძელდება. ლელომ და გახარიას გუნდმა თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად ირაკლი კუპრაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შარაშიძე წარადგინა. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიებს აკრიტიკებს. ისინი 4 ოქტომბერს აქციისთვის ემზადებიან. მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კი ისევ კახა კალაძია. ქართული ოცნება გამარჯვებაში დარწმუნებულია. პასუხისმგებლობა, რომელიც ორმა ჩემს მეგობარს ჩვენ შევდივართ იმ წინააღმდეგობაში და ბრძოლაში სრულიად გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ რომ ევროპულ თბილისს, საქართველოს დედაქალაქს არ უნდა ყავდეს რუსი მერი. თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ნარკოტიკებისგან, თბილისი უნდა გავათავისუფლოთ უსამართლობისგან, თბილისში არ უნდა არსებობდნენ მშიერი ბავშვები სკოლებში, თბილისი უნდა იყოს სოლიდარობის, ძლიერების და თავისუფლების და ევროპული ღირებულებების ქალაქი. Თალსახად და ერთმნიშვნელოვნად ისინი მონაწილეობას იღებენ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. სამწუხაროდ ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ. როდესაც საკუთარი ამომრჩევლის და ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. არაფერი გასაოცარი იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით ირაკლი კუპრაძის კანდიდატურის შესახებ არ არის, იმიტომ რომ ეს გათვალისწინებული იყო მემორანდუმით. ჩვენ შევჯერდით ძალიან კარგ კანდიდატზე. ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც წლებია იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. ის კალაძესგან განსხვავებით არ არის კორუფციონერი, არის პატიოსანი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სრულად იყოს ჩართული ამ ბრძოლაში. თავიდან ამბობდნენ, რომ ნეიტრალური კანდიდატურა ეყოლებოდა გაერთიანებულ ოპოზიციას, ვინც ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ნებისმიერი თბილისელი ქართველი ადამიანი საღად მოაზროვნე, რა თქმა უნდა, დღევანდელ ოპოზიციის შეთავაზებას არ დათანხმდება. აქედან გამომდინარე, იძულებულები იყვნენ, რომ ისევ მათი წიაღიდან დაესახელებინათ კანდიდატურა. რაც შეეხება კონკრეტულად კუპრაძეს, კუპრაძე კი არა, რა ვიცი, მთელი გაერთიანებული ოპოზიცია თავისი აქტორებით, დონორებით, რა ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებით ერთი ნომრის ქვეშაც რომ გაერთიანდნენ, საერთოდ უშანსოები არიან. ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. შეხვედრაზე მისი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატმა ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებით წარადგინა. ღონისძიებას ვიცე-პრემიერის სახელმწიფოს რწმუნებული პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა, ნაყოფიერი შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც არიან ზუგდიდის განვითარებით დაინტერესებული. ჩვენმა წარუდგინეთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმით და ქალაქის სიყვარულით. ტრადიციული დღესასწაული ბახმაროში ადგილზე დილიდან ხალხმრავლობაა, სპორტული აქტივობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო ღონისძიებები და კონცერტები. ბახმაროში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტიც. გაიმართა ადგილობრივებთან შეხვედრა და ათვალიერის წარმოდგენილი ნაწარმი. ამობრძანდით კურორტ ბახმაროზე დაისვენეთ გილოცავთ სტაცია. გვერდისვალების მადლი არავდეს გურიას და სრულიად საქართველოს. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ და მახარებს დღეს თქვენთან ერთად აქ ამ დღესასწაულზე ყოფნა. მე მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ჩვენი წინაპრების, ვინც ეს დღევანდელი დღე დაარსა და დღევანდელ დღესაც ვინც ესე მაგრად ატარებს ამ დღევანდელ დღესასწაულს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს დღეს არის დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა.
გურულების ის ფასი, რომელიც მშვიდობაზეა საუბარი, დღეს ვხედავთ, რომ რა ხდება მსოფლიოში გარშემო, როგორი ქაოსია და როგორ დაფასდა გურულების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი. თუ რამხელა ფასი აქვს მშვიდობას. ყოველთვის დიდი სიხარულია გურიაში ყოფნა, ბახმარაში ყოფნა და მინდა მოგილოცოთ ყველას ფერისვალება, ბახმარობა მინდა მოგილოცოთ, მართლა გამორჩეული დღესასწაულია და გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით, რაც ამ რეგიონს ახასიათებს, გურიას ახასიათებს. Ολჯერზე გვაუცებს გურია თავისი განსაკუთრებული სილამაზით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, მაგრამ ყველაზე საოცარი არის მაინც ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს რეგიონში და მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს გურია, ყველაზე საუკეთესოს იმსახურებენ გურულები და გვერდებით რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ რეგიონისთვის. აქ მშვენიერ მთებში შეკრებილ ადამიანებს გვაერთიანებს ის ტრადიციები და ურთიერთობა, რომლებაც წლებს გაუძლო. სწორედ ეს ერთიანობა, ღირებულებები, ტრადიციისა და ჩვენი იდენტობის დაცვა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ბათუმიდან ვარ სამასის ხაზზე. პირველად აღზრდობულობ მონაწილეობას მაქვს რამოდენიმეჯერ მიღებული. სამწუხაროდ წაგებებით მესამე ადგილზეც გავსვარ. წელს ვნახოთ როგორ იქნება. ყველას ვუსურვებ წარმატებას. პირველად ვარ მეც ბახმაროში დოღზე, არ ვიცი რა ღონისძიებებია, მე მგონი ჭიდაობა და დოღია. კონცერტიც იმართება სამდღიანი, როგორც ვიცი. რა ვიცი, კმაყოფილი ვარ, გილოცავთ ყველას შუამთობას, რავას და გაცსორთ ღმერთს. ძალიან კარგი ფესტივალია მოწყობილი, ასევე იქნება სხვადასხვა გამოფენები და რა ვიცი, ყოველ წელიწად დიდი სიხარულით ვხვდებით აქაური მემთევრები, ადგილობრივები და რა მთელი გურია. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული, სადაც არ უნდა ვიყო, ვცდილობ რომ ვიყო ამ დღეს აქ. მესამე წელია ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში, აწარმოებ თავს, აკაციის, წაბლის, დარებს, სანთლის არახს, ჭაჭის არახს, ხლის არახს, მამათრომლადაც მაქვს საწარმო, ჰამაკების და შეზღუდვების და აწარმოებ და წარმატკინე ყველაფერი ეს და ვიულოცე ყველა 19-ში მოღვაწე სამ დღის ფერისცვალობის დღეს. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარშიდელიდან წირვა მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას უწმინდესის თანამოსახლე მეუფეშიო მღვდელ მთავრებთან ერთად აღავლენს. ფერიცვალება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძარში ხილი იკურთხება. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილულის 3 სასწაული აღევლინება. აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდმოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა. სრულად საქართველოს ულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს და ყველას ფერი გვეცალოს სიკეთისკენ, სიყვარულისკენ და ყველაფერი კარგისკენ. ეს არის დღე, როდესაც თაბორის მთაზე იესო ქრისტემ ღვთიური დიდება უჩენა საკუთარ მოწაფეებს, რაც მისი ღვთაებრიობის დასტური იყო და ეს დღესასწაული არის სულიერი განახლებისა და სინათლისკენ სწრაფვის სიმბოლო. დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ყოველი ადამიანო გახდეს ღვთის შემეცნებელი, იმ დონეზე, რა დონეზე მას ამის დატევნა შეუძლია. და აი ამ დღესასწაულის თანაზიარი გახდა სწორედ ის სამი მოციქული და მათი ასე თქვათ მაგალითით ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, რომ მათ ცხოვრის ღვთაებრიობის თანაზიარი, ან სამღვთო მადლის თანაზიარი გახდეს ყოველი ადამიანი, რაც არის თითოეული ჩვენგანში სულიერი ფერისცვალების საფუძველი.